რითი მინდა დავიწყო 380 წლის განმავლობაში არსებობდა ესეთი სახელმწიფო ფაქტიურად პატარა სამეფო სამთავრო ერქვა თბილისის საამირო 380 წელი არაბებმა რო დაიპყრეს საქართველოს შექმნეს თბილისის საამირო აი დაახლოებით ქართლში იყო თბილისი იყო დედაქალაქი პატარა სამთავრო იყო და 380 წელი ქართველი ხალხი და ქართველი მეფეები ხელმწიფეები ებრძოდნენ თბილისის საამიროს და იბრძოდნენ მის გასანადგურებლად და როგორც იქნა გაანადგურეს ეს რატომ გავიხსენე მე აი ჩვენი წინაპრების დანატოვარი რა არის იცი არასოდეს არ უნდა დაუშვათ რომ კიდე ერთი საამირო გაჩნდეს საქართველოში არც კრწანისის საამირო უნდა გაჩნდეს პატარა და არც გონიოს საამირო უნდა გაჩნდეს პატარა იმიტომ რომ არასოდეს არ მოხდება მერე ამათგან აი ეს 380 წელი ვერ განთავისუფლდები ეხლა ხშირად მიდის საუბარი რომ რატო არის არაბები პრობლემა აი 4 რაღაცას ვიტყვი რომ გასაგები იყოს რატომ არის პრობლემა პირველი უნდა გითხრათ რომ აი ჩვენ გვერდზე იყო ქვეყანა ალბანეთი ასე მოიხსენიებდნენ კავკასიის ალბანეთი ის დაახლოებით იქსაც დღევანდელი აზერბაიჯანია ნაწილობრივ საქართველო აი ამ ტერიტორიაზე იყო იქ ცხოვრობდნენ იბერიულ კავკასიური მოდგმის ხალხი 26 ხალხი ცხოვრობდა ჩვენი ნათესაები იბერიულ კავკასიული ესე იგი ნაწილი ქართველური იყო ნაწილი ვთქვათ ჩეჩნური და ვაინახური ჩვენი ნათესავიერები აი ეს 26-ვე ერი გააქრეს არაბებმა მთლიანად საერთოდ აღარ არსებობენ ეს ერთი მაგალითი მეორე მაგალითი მინდა გითხრათ ესეთი ყველამისის ქვეყანა სირია და ქართველებმა ვიცით აისორები არიან იგივე ასურელები სინამდვილეში ესენი ცხოვრობდნენ სირიაში და დღეს იქ ცხოვრობენ მარტო არაბები და ესენი არიან სულ 350,000 კაცი მესამე მაგალითი მინდა გითხრათ ეს არის ეგვიპტე სადაც ძირძველი მოსახლეობა კოპტები დღეს არის მხოლოდ 10% და ბოლო მაგალითი ყველაზე ჩვენთვის ალბათ დამაფიქრებელი თქვენ იცით რომ საფრანგეთში თვითონ ფრანგებმა გაუხსნეს თავის დროზე არაბებს კარი ეს ყველა მიცის და უკვე მესამე და მეოთხე თაობა არაბების არის საფრანგეთში და დაახლოებით 9% მოსახლეობის საფრანგეთს არიან არაბები. დღეს არიან უკვე გაფრანგებული უნდა იყვნენ ეს არაბები, მესამე მეოთხე თაობაა. და აი შარშან ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა. ძალიან დიდი გამოკითხვა გააკეთეს ფრანგებმა და გამოკითხეს მხოლოდ არაბი ახალგაზრდები, რომლებიც არის მესამე მეოთხე თაობა. და მთავარი აზრი რა იყო? რომ ისინი არ ფიქრობენ ფრანგული აზროვნება არ აქვთ, არ უნდათ რომ კონდეთ ფრანგული აზროვნება, აქვთ მხოლოდ არაბული აზროვნება და უნდათ რომ მთელი საფრანგეთი არაბულად აზროვნებდეს. ანუ ეს ხალხი, სადაც სახლდება, იმ კულტურას არ ღებულობს, აქ რომ დასახდებიან, კი არ გაქართველდებიან. ეხლა ჩვენ გვეუბნებიან რომ აი სახს იყიდიან, მერე რა? აი უნდა ვიცნობდეთ წესებს, როგორია ვთქვათ, არაბთა საამირო, საიდანაც ხდება ეს შენებლოები, უნდა მოხდეს. მათი წესები როგორია? კიდე 2 წუთს საგართმევ და მამაოს მივცემ სიტყვას. იცით რა საინტერესო წესი აქვთ? მაგალითად, ექიმი თუ ხარ და არაბი მანდილოსანი გახდა ავად და უნდა დაეხმარო, თუ არ ახარ მუსლიმანი, ხელის შეხება არ შეიძლება. ესე იგი ვერ დაეხმარები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებში ექიმებიც არაბები უნდა ჩამოვიდნენ. ვერ გაკრიჭავთ მას, თუ მუსლიმანი არ ახარ, არ შეიძლება ხელით შეხება. ესე იგი მოსამსახურე იქნება, მაღაზიის გამყიდველი იქნება, ექიმი იქნება, ყველა ვინც შეიძლება ხელით შეეხოს, უნდა იყოს მუსლიმანი. ახლა მუსლიმანი ქართველებიც არიან, გასაგებია ვიღაცა იქ დასაქმდება. მაგრამ ყველა შემთხვევაში ნათელია რომ მთელი პერსონალიც იქიდან იქნება. მე მესმის რო არის ასთა სხვადასხვაობა და ამიტომ თქვი რომ ერთადერთი რაც ამ საქმეს უშველის ეს არის ყველამ
აი რაც გიკავიათ არა არაბულ ქალაქებს უნდა ჩავეწეროთ ან ვიდეო ან ფოტო გადავიღოთ ამ წარწერით ეს ერთი და მეორე უნდა გამოვიღვიძოთ არ არის ბევრი ხალხი ბევრად მეტი უნდა მოვიდეს უნდა გამოვიღვიძოთ უნდა დავიწყოთ პერმანენტული აქციები რომ ხალხი რაც შეიძლება მეტი მოვიდეს და ნელ-ნელა გამოვიღვიძოთ და დავიწყოთ ამ საქმისთვის ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი არ არის, მაინც საკმარისია იმისთვის, რომ ერთმანეთის დავინახოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვინდა ეს არაბული ქალაქები. რაც შეიძლება მეტი აქცია უნდა დაეთმოს ამ თემას. შვიდში, სხვათა შორის, შვიდში არის აქცია კიდე. ბალტიმფოსა აქვს აქცია. იქაც თუ მიხვალთ არ არის ცუდი. რაც მეტი აქცია იქნება და მეტ ადგილას მივალთ უკეთესია. ეჰეი! მემარნო ქრისტესანო, თუ ღვთის რჯულის დასაცავად ერთ მუშტად შევიკრებით, მაშინ არა მარტო ეშმაკის მოციქულს, არამედ თვით ეშმაკსაც კი დავამარცხებთო. და ეს სიტყვები დღესაც ჟღერს, ვინც იცის ისტორია, ვინც ერთხელ მაინც აბრძანებულა დიდგორზე და დავითის ხმა ყველას გულში უნდა იყოს ჩაბეჭდილი. ჩემო ძვირფასებო, და თუ დაგჭირდა, უნდა ერთ მუშტად გავერთიანდეთ. ბატონმა დავითმა შესანიშნავი რუკა დაგვიხაზა და მე მინდა გითხრათ აგრეთვე რომ გამარჯვებული დიდგორიდან ჩამობრძანებული დავითი ზეიმით ეგონა მიიღებდნენ თავის უსაყვარლეს ქალაქში თბილისში, მაგრამ ნურას უკაცრავად მას ზურგი შეაქციეს და არ შემოუშვეს. ბატონებო, განრისხებული მეფე ისევ იმერეთს დაუბრუნდა და თავისი ძლეთამძლე არმია, თავისი უახლოესი რაინდები შეკრიბა და ერთი არ დატოვა პაუზებს ვაკეთებ ხოლმე ეხლა გადაცემებს როცა იქნება და მე მათ არც რჯულს და არც ერს არსად არ დავასახელებ, იმიტომ რომ მე ქართველი სასულიერო პირი ვარ და მე მინდა რომ ჩემ ქვეყანაში არ ჟღერდეს საერთოდ მათი ეს წარმომავლობაც კი. ჩემო ძვირფასებო, ვინაიდან ჩემი ლოცვა ზუსტად ემთხვევა დღევანდელ დღეს, ბატონო დავით, თუნებას მომცემთ, აი ერისა და ბერის ერთობის სიმბოლო იყო მაინც დიდ დავითთან ვარ და მაშინ იმარჯვებდა საქართველო და ამის დასტურად თქვენს მონა მორჩილს მამა ამირას აქვს ერთი ახალი თანამედროვე ლოცვა დაწერილი, რომელიც მინდა თქვენის ნებართვით წარმოიდგინეთ ამ ლოცვას სრულიად საქართველო და ყველა თქვენგანი ერთად წარმოვთქვავთ. ერო და ბერო ქრისტეს მიერნო საყვარელნო დანო და ძმანო უძველეს ნოქალდეველნო შუმერელნო კოლხტიბერნო სტუდენტებო ხელოვანო სპორტსმენებო და ძვირფასო ჩემო ყოფილო ჯარისკაცებო ჩემო ძვირფასებო თუ ერთად არ შევიკრებით თუ ერთად არ გავერთიანდებით ძალიან გაუჭირდება ჩვენ დედა საქართველოს ჩვენ მიწას ქართველმა ხალხმა დედა უწოდა დედა იმიტომ რომ მან შვა ადამი ამ მიწისგან არის შექმნილი ადამი და ჩვენ ქვეყანას და ჩვენ თანდაცმებს ადამიანებს უწოდებთ. ანუ ეს მიწა მარტო ტერიტორია არ არის ბატონებო, ეს არის საკრალური მნიშვნელობის უდიდესი დატვირთვა და დედა ის ჩვენი ქართული მიწა დედა და შეიძლება ქართველმა ვაჟკაცებმა თავისი დედა თავისი უსაყვარლესი დედა რომელიც შემდეგ
ბოლოს ყველა ისევე მასთან მივალთ და გულში ჩაგვიკრავს ჩვენი დედა მიწა აი ეს დედა გაასხვისოს რომელი დედას მისცემს ქართველი კაცი ჩემო კარგებო ვინმე უცხოელს და ამით უმეტეს რაზედაც მამა დავითმა ბატონო დავითმა მოგახსენათ მინდა დაგლოცოთ მინდა დღეგრძელობა წარმატება და ურთიერთსიყვარული ერო და ბერო საქართველოს ძველ რაინდებო და ესეთი ლოცვით მინდა დავამთავრო ჩემო ძვირფასებო დიდო ღმერთო შენ ტახტს იცავს მთელი ერი შენს ტაძრებში გუგუნებენ დედო ზარნი სეციური სამოთხიდან ამ დიდებულ ქალაქიდან გააბწყინე მთადამდელო დაგვილოცე თბილისი და დაგვილოცე ერთიანი საქართველო მოგესალმებით ჩემო ოქროს ადამიანებო ჩემო ძმებო ჩემო უფროსებო ჩემო უმცროსებო ბევრი რა უნდა ვთქვა ეხა მე რომ თუ შიგნით ის სიმი არა უტოკდა ქართულს აქ ვერ მოვა და რაღაცა ჩვენ აი ვისაც ეს სიმი აგვიტოკდა გარშემო თითო კაც მაინც უთხრათ რომ ხვალინდელი დღე ძალიან ცუდად გაუთენდება ჩვენ ქვეყანას აქედან ამ გადამოსახედიდან თუ ამ სიმაღლიდან როგორც არის თქვენთან ერთად ხელისუფალს კიდევ ერთხელ მიმართავ რომ ეს დაბინდულად თვალები აახილოს არ გააკეთოს ის რაც აქვს ჩაფიქრებული პირიქით ღმერთმა გაუნათოს გონება და იფიქროს იმაზე რაც კარგია საქართველოსთვის თუ არა და დადოს ეს პროექტი და დაუმტკიცოს ქართველ ადამიანებს თითოეულ ჩვენთაგანს და თქვენთაგანს რომ ეს დადებით მუხტს მოიტანს და რეზულტატს მოუტანს ჩემს ქვეყანას მაგრამ ვაი რომ გასაიდუმლოებულია და რას ვასაიდუმლოებთ ამისთანას რამეს ვაშენებთ იმისთანას ნუ თუ ეს თუ ქართველ ხალხს არ მიუვიდა გულთან და გონებასთან არა ნოლია მის ფასი და ჩვენი არჩეულია ეს ხალხი ჩვენი დაქირავებულია იმის გულისთვის რომ მართოს ქვეყანა და ქვეყნის მართვა ისე რო არ აწყობს თქვენი აი ჩვენივე არჩევიდან მოსულ ადამიანებს ძალიან ცუდი რამეა და ძალიან ცუდი ჰარმონია ირღვეო ამაში და თუ ეს ჰარმონია დაირღვა არ ამგონია რომ რამე სიკეთე დაადგეს ჩვენ ქვეყანას რა გაგრძელებაც გინდა ისეთი კონდეს ამიტომ ჯერ თქვენ უღრმესი მადლობა მაგრამ რა მადლობა თქვენ ის სიმი გაგთ გატოკებული რომელიც დღევანდელობა რასაც ქვია თქვენი მამული შვილობა რასაც ქვია თქვენი შვილებზე ზრუნვა და შვილებზე ზრუნვა რასაც ქვია არ დაიხიოთ უკან არაფერზე არ დაიღალოთ არაფერში არ დაიღალოთ იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი რამე დგას ჩვენს სვინდისზე ჩვენს ნამუსზე ჩვენ ყოფა ცხოვრებაზე ჩვენ მაგალითები უნდა ვიყოთ იმ ადამიანების ვინც ჩვენ გვერდზე მოძრაობს არავითარი გაბუტვა ვის გავებუტოთ ჩვენ თავს გავებუტოთ თუ დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 30-ში 7-ში ვინც შეიკრიბება იმათაც დაუდგებთ 8-ში შეიკრიბებია 8-ში დაუდგეთ არავითარი გვერდზე დგომა ყველა ერთად ყველამ უნდა შევიგნოთ რომ აქ პირადი ცხვირის აბზეკის დრო არ არის აქ დგას ჩვენი შვილების და იდენტურობის მომენტი უმორჩილესად გთხოვთ სულ ყველას იმათაც ამათაც მუხლზე დავიჩოქებიო თქვენ ერთად ვიყავით და საქართველოს რასაც ჭირდება და რაც ჭირდება ის გავატაროთ სულ ყველამ ერთად სულ მახსენდება რომ აუ დავიღალეთ კორკოტ ამდენი არ შეგვიძლია იმდენი არ galaktioni გაიხსენეთ galaktioni სიტყვა არ გაბედო რომ შენ დაიღალე განზე გადექი და ტყვია დაიხალე
გული გაიხელე, სისხლი გაიხალე, მაგრამ არ გაბედო რომ შენ დაიღალე. საქართველოს გაუმარჯო. საერთოდ იმ ნაკვალებში რომელ ნაკვალებშიც ვიდოდა ოდითგან ჩვენი ქართველი წინაპარი და თვითონ ჩვენთაგანსა გვაქვს ეს ვალდებულება, ეს დედა ეკლესიის კურთხევით აღესრულებოდა ყოველთვის. პატრიარქის კურთხევა, დედა ეკლესიის კურთხევა, როგორ არ უნდა შეასრულოს საერომაც და სასულიერომაც. მადლობა ღმერთს, ჩვენი სასულიერო დასის ნაწილი აქ იმყოფებიან ფიზიკურად, იდეურადაც და კვლავ გაბევრდება ეს რიგები, მაგრამ როცა პატრიარქი ბრძანებს, რომ ქართული მიწა არ იყიდება, მას ვერ გაყიდის ვერავინ, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს და ამ დროს ჩვენ თვალწინ ასეთი რამ ხდება, მე პირდაპირ ვამბობ, მზაკვრები არიან ხელისუფლებაში, მე პირდაპირ ვამბობ, ფარისევლები არიან ხელისუფლებაში. ჩვენს დაუღალავ ბრძოლას, ჩვენ შეუქცევად ბრძოლას სიმართლისათვის, სამშობლოსათვის, ესე ერთად და ომახიანად გაუმარ. აჭარის დიდი მამულიშვილი რეჯებ ნიჟარაძე ობიექტივზე მიდის ესეთი რეკლამა, ამბობდა თუ ჩვენ სამშობლოს არ დავიცავთ, ჩვენი შვილები ჩვენ ძვლებს ამოყრიან საფლავიდან და ძაღლებს გადაუყრიანო. ვუფიქრდებით ჩვენ რა დაგვიბარეს ჩვენმა წინაპრებმა? ჩვენი ქართული მიწები დასაცავია თითოეული ჩვენი ოჯახის, ჩვენი ოჯახის წევრების, თითოეული ჩვენგანის მიერ და უნდა ადგეს მთელი საქართველო. ეს არ არის მარტო ჩემი საომარი და მარტო თქვენი საომარი, ეს არის მთელი საქართველოს საბრძოლველი. თუ არ გვინდა რომ ჩვენი ძვლები მართლა ძაღლებს გადაუყარონ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა. დღეს აქ რუსთაველის ძეგლთან შევიკრიბეთ ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანაში უკვე თვეზე მეტია ვაპროტესტებთ არაბული ქალაქების მშენებლობას და ეს დისკუსია და ეს პროტესტი გაგრძელდეთ დანამ თითოეული ჩვენთაგანის, ჩვენი მოსახლეობის თავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რომ ამ სახელმწიფომ, ჩვენმა მთავრობამ ღიად განაცხადოს უარი ამ ქვეყნისთვის დამღუპველი პროექტის განხორციელებაზე და ამ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ არაბული ქალაქების შენებაზე უარის თქმა ქართველისთვის პრინციპული საკითხია, რომელიც ჩვენი ღირსების და სამშობლოს დაკარგვის ზღვარზე გადის და აი ამ სახიფათო თამაშებით არის დაკავებული სამწუხაროდ ეს ხელისუფლება მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში არის ეს პრობლემა, ეს უკონტროლო მიგრაცია საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში არ წყდება საპროტესტო აქციები, იქ ჩასული აზია, აფრიკიდან ადამიანები დღეს უკვე ისე გათავხედდნენ, რომ შარიათის კანონების ამოქმედებას ითხოვენ და სანამ ჩვენ უახლოეს მომავალში მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდით, ჩვენ უნდა შევაჩეროთ როგორმე ეს უბედურება, რომელსაც ეს ხელისუფლება საინვესტიციო პროექტს ეძახის. საერთოდ ქართული ოცნება სამწუხაროდ გადაიქცა დაყრუებული უხთო ფულის და ოქროვერცხლის მოყვარულ რაღაც გაუმაძღარ ძალად და ამ ფულზე დახამებული ადამიანები დღეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაჩერდნენ და უნდა თქვან, რომ ამის გაგრძელება ჩვენ ქვეყანაში არ შეიძლება. ამიტომ ჩვენ ამ ხალხისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, რომ შეწყვიტონ თანამშრომლობა MR ჯგუფთან და Eagle Hills-თან და შეწყვიტონ ამ თემაზე საერთოდ საუბარი. ასევე კატეგორიულად მოვითხოვთ ბინადრობის უფლების აგრძალვას უცხოელებისთვის აუცილებლად უნდა გამკაცრდეს აგრეთვე საიმიგრაციო პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში. აუცილებლად უნდა დაწესდეს სავიზო რეჟიმი აზია-აფრიკის
ქვეყნებიდან დიდი ნაკადით ჩვენ ქვეყანაში წამოსულ ადამიანებთან. გეთანხმებით, ჩემო ძვირფასებო, რადგან ამის ატანა უკვე ნამდვილად არ შეიძლება. საქართველოს დაამსგავსეს კარმოღებულ სასტუმროს, სადაც იდება და ფორმდება რაღაც გაურკვეველი ჩვენ ზურგს უკან დადებული ხელშეკრულებები, საიდანაც ვისაც ხოში აქვს, ის შემოდის და გადის ჩვენი ქვეყნიდან. ეს უნდა დამთავრდეს და ამ ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებიც ჩვენი ხალხის აზრს და ინტერესებს არ გაითვალისწინებენ, ჩვენი მხრიდან ყოველთვის შესაბამის შეფასებას და საპასუხო რეაქციას მიიღებენ და ეს ასე იქნება, ჩემო ძვირფასებო, სანამ თქვენთან ერთად, ჩვენ ყველა ერთად დავდგებით თქვენებ სინდისიერი, თქვენსავით პატრიოტი და გულანთებულ ადამიანებთან ერთად ჩვენს ამაღ და უსაზღვროდ ლამაზ სამშობლოში. მადლობთ. ჩემო დებო და ძმებო, ჩემო ქართველებო. მე როგორც ერთი უბრალო მოქალაქე ისე მოგმართავთ, იმიტომ რომ დღეს ისეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ისეთ ძარღვს შეეხნე, რომელიც ყველას, აბსოლუტურად ყველას გვეტკინა და გვეწყინა. აქ არ შეიძლება გაჩუმება და აქ არ არის რაღაც ძალიან დიდი საბჭო ან რაღაც დიდი მოსაფიქრებელი, იმიტომ რომ ეხება იმ საკითხს, რომელიც ყველას გვაერთიანებს. მე რა თქმა უნდა გეტყვით, რომ ყველამ ვიცით ეს ბავშვობიდან, ყველამ, მაგრამ მე მაინც წაგიკითხავთ ილიას შეგონებიდან პატარა ამონ არის, რომელიც რა თქმა უნდა ყველამ ვიცით და ესიც იმიტომ ამოვიწერე, რომ ერთი სიტყვაც არ შემეშალოს ილია მართალის სიტყვებიდან. სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათგან, მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ ტრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას, სხვა არ ვიცით. ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიური ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრება. ამათ კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს და შეეხნენ და ამიტომ სულ ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ. აღარ არის თმენა, მორჩა ეს პარტიული კიკლაობა და რაღაცები, ეს ყველას გვეხება, ყველას და ყველასია ეს მიწა, იმიტომ არ არსებობს ოჯახი, არ არსებობს რაიონი, სოფელი ამ გმირების ამჭედლოში რომ არ გამოეჭედოს ერთი გმირი და ყველასია ეს მიწა, ამიტომ მე კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ქართული მიწა წყალი არავის უცხოელზე არ იყიდება. მადლობთ. ყველა ხელისუფალი უფლისგან არისო. კი, მართალია ეს ესე წერია, მაგრამ ამას აქვს სწორი განმარტება. ყველა ხელისუფალი არის ღვთისგან, მაგრამ არა ღვთისმიერი. ისეთი ხელისუფალი, როგორც დღეს ჩვენს ქვეყანას ყავს, ხო? ეს არის ეშმაკის ხელისუფალი. ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრები. რა შეეხება იმ ადამიანებს, როდესაც ქრისტე წარადგინეს სამსჯავროზე, ჯავრის დასადებად, იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სინდისი ქენჯნიდა და არ ყვიროდა ჯვარსაცვით იგიო. ისინი თუმარებით გასცემდნენ ქრისტეს. ის ადამიანები დღეს ვინც ვალდებული არიან, რომ ხმა ამოიღონ, ვალდებული არიან, რომ დღეს ამ რიცხვს თვითონული თქვენთაგანის გმირულ რიცხვს შემოუერთენ და ხმას არიღებენ. ისინიც იმათ გავსად ქრისტეს ჯვარცველები არიან. ისინიც ქვეყნის მოღალატეები არიან, ისეთივე როგორებიც დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება არის. რაც შეეხება აჭარის საკითხს, გულთბილ მოკითხვას გითვლით. ყველა ღირსეული აჭარელი ქართველი თვითონულ თქვენთაგანს შეიძლება დღეს ბევრმა ვერ შეძლო აქ ჩამოსვლა, მაგრამ ეს რიცხვი 1000-ად გაიზრდება და დადგება დრო, რომ ჩვენი ხელისუფლება ისევ ქართველი ერის მიერ წარედ მიიღებს გაკვეთილს, წარედ მიიღებს თუ არ მოიგებიან გონს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ თუ რა პრობლემის წინაშეა დღეს საქართველოს და ქართველი ერი. ჩვენი მტრების ოცნებაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები იყოს დაყოფილი. და ამას ხედავთ ჩვენ ყველა კუთხე კუნჭულში. არ არსებობს ლოკაცია, არ არსებობს პროტესტი, სადაც გაერთიანდება ამ წუთისთვის ხალხი. ამიტომაც ეს უნდა შევცვალოთ და უნდა მივცეთ ამ ყველაფერს ის ერთობა, რომელიც ჭირდება ქართველ ერს. გიორგი ჭყონდიდელის სიტყვები არის, თუ როგორ ხედავს ის სამებას. უფალი სამშობლო ადამიანი. აი ამ სამების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს
გაერთიანდეს დღეს ქართველი ერი და მინდა პატარა ამონარიდი შალვა კეღოშვილის ლექსიდან გითხრათ. სხვის მონები არ ყოფილვართ, კრწანის დიდგორს მოვდივართ, საფლავშიც რომ ვიწვეთ ყველა სხვების ცოცხლებს ჯობივართ, ვის თქვა ღმერთო, საქართველო, ქართველები მცირდება, შენასეცულს დაატარებს, შენ რა გაგიჭირდება, მას ვარძია არაფერი, უფლის ციხი არას მთქმელი, არც სამასი არაგველი, ვის გამოაქვს განაჩენი. მეგობრებო, აქვს კი ქართულ ოცნებას, დღევანდელ ხელისუფლებას განაჩენის გამოტანის უფლება? ნამდვილად არ აქვს და მინდა რომ სამში კიდევ არის ჩანიშნული აქცია არა არაბიზაციას და როგორც ჩემი მოძრაობის სახელით მინდა გითხრათ, არა არაბიზაციას, არა რუსიფიკაციას და არა ნებისმიერ სხვა უცხო ტომელების საქართველოში დასახლებას და ტერიტორიების გასხვისებას. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. პატრიარქმა დაგვიპარა და ეს უნდა გავაცნობიეროთ ყველამ, რომ არც მეფეს, არც პრეზიდენტს, პატრიარქს არავის არ აქვს უფლება გაასხვისოს ქართული მიწაწყალი. დიდი მადლობა. ჩვენ 2025 წლის 30 ნოემბრის საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიგვაჩნია, რომ არაბული ქალაქების მშენებლობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს სუვერენიტეტს, რისი საფასურიც ვერანაირი ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ იქნება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე არაბული ქალაქების მშენებლობა კატეგორიულად დაუშვებელია. ჩვენ მოვითხოვთ სრულად გასაჯაროვდეს არაბული ქალაქების მშენებლობის კონტრაქტი და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყოს მისი საყოველთაო სახალხო განხილვა. ხელისუფლება ჩაერთოს თავად ამ ვიდეო რეფერენდუმის ორგანიზებაში, რომელიც ნათლად და უთხოვარად წარმოაჩენს მომხრეების და მოწინააღმდეგების პროპორციას. გამოჩნდეს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება გამოჩნდება აქ. შეწყდეს არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებული ყოველგვარი სამუშაოები, ვიდრე არ იქნება გამოვლენილი მოსახლეობის ნება. ქმედითა დაიკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. 2025 წლის 30 ნოემბერი თბილისი. ხარ თუ არა მომხრე რომ ვუყაროთ კენჭი ამ დეკლარაციას? მომხრებს ძალდებით, ეს დეკლარაცია მიღებულია და დღეს გასაჯაროვდება. პატრიარქის სიტყვებია დაიცავი შენი წილი საქართველო. ძალიან გთხოვთ ვიმუშაოთ, რომ შემდეგი აქციისთვის 5-ჯერ მეტი ვიყოთ. ვიმუშაოთ. დიდი მადლობა ყველას, რომ შეწუხდით და დღეს მოხვედით. დიდი მადლობა. ვიშრომოთ. კიდევ ამბობ, მიზანი არის თუ შევძლებ 8 თებერვლისთვის, აი დავით აღმაშენებლის დღეა. აი თუ გავავსეთ აქედან თავისუფლების მოედნამდე, მსვლელობა, აი ეს გვარი მიზანი. ვიშრომოთ, დიდი მადლობა.